შუაღამი მშვიდობის მეგობრებო. ალბათ ბევრ თქვენგანს უკვე გძინავთ და ეს ვიდეო გაღვიძებულზე დაგხვდებათ, ბევრი ალბათ ახლა მისმენთ, არ ვიცი. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? სანამ გაშლაზე გადავალ, ძალიან მცირე დროით შეგაწყენთ თავს და ერთ პატარა განმარტებას გავაკეთებ. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც მძიმედ რეაგირებენ კრიტიკაზე, ხო? შენიშვნებზე პირიქით. ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი ანალიზი, შენიშვნები ეს აბსოლუტურად საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც რა თქმა უნდა. არც ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ის მომენტი, რომ ისევ იმ ადამიანებისთვის მინდა იყოს სარგებლის მომტანი ეს საუბარი, ვისაც დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომში გამოადგება ეს ყველაფერი. თორემ მე პრინციპში არც იმით და არც ამით არაფერი ბევრი მაკლდება. დღეს იყო ასეთი შემთხვევა, ერთმა ადამიანმა, გოგონამ, სავარაუდოდ არ ვიცი ხა ასაკი შეიძლება ქალბატონიც არის, კომენტარის სახით დამიწერა, რომ და მადლობას ვაფიქსირებ აქვე. აი აქვე კიდევ საჯაროდ ვაფიქსირებ მადლობას მისი შენიშვნისთვის, ხო, მისი კომენტარისთვის. ჯერ მადლობა იმისთვის, რომ მიყურებს, რა თქმა უნდა, მადლობა მას ნდობისთვის და შეფასებისთვისაც. თუმცა, ჩემო მეგობრებო, ყველამ რომ გაითვალისწინოთ, ხო, დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას ეს არ გჭირდებათ, მაგრამ როცა ადამიანს რაღაცას უწერთ, კომუნიკაციის მარტივი ფორმულებია, ხო, რომ კომუნიკაცია რა დროს დგება სწორი და კონსტრუქციული, როცა მეტნაკლებად ერთმანეთის სიმპათიას ვიმსახურებთ, ხო? რაპორტს სწორად ვამყარებთ ერთმანეთთან. რომ მიკომენტარებ არ მწყინს გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არ უნდა გამემახვილებინა ამაზე ყურადღება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თქვენ არ გაგიაზრებიათ შეიძლება ეს მომენტი და ჩემთან არა, ჩემო კარგო ადამიანო. სხვა ურთიერთობებში შესაძლოა მსგავსმა ტონმა თქვენმა, ან თუნდაც იმ მსგავსმა მიდგომამ რაღაცა გარკვეული ხელის შეშლები გამოიწვიოს და ისე გულწრფელად გეუბნებით, სათქვენოდ ვამბობ ამას, რომ ძალიან მარტივი იქნებოდა, ხო? მადლობა, მაგრამ იქნებ, ნახეთ, იმპერატიული ტონი კი არა, რომ მოკლედ გააგრძელეთ დრო თუ რაღაცა ხა ზუსტად ვეღარ ვციტირებ. იმპერატიული ტონი არა, იქნებ, ხო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სივრცე. ვიღაცას შეიძლებოდა ეპასუხა ძალიან მარტივად, რომ იცი რა საყვარელო, ეს არის ჩემი ტერიტორია და მე როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ან სულაც ცოტა უხეში ფორმით ეპასუხათ, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მე ნამდვილად საკმაოდ დიდი გოგო ვარ და გაზრდილი საიმისოდ, რომ წყენები, ჩემი სტილი იყოს, აღარ დიდი ხანი აღარაფერი მწყინს. ტკენი შეიძლება მეტყინოს, მაგრამ წყენით ნამდვილად აღარაფერი მწყინს, მაგრამ აი ნახეთ, ვიღაცა ისე თქვენთვის ძალიან ძვირფას ადამიანს რომ დაელაპარაკოთ, არ გაიაზროთ, არ გათვალოთ და ესე პირდაპირ რაღაცა, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცა უკვე დესტრუქცია შეიტანთ სიტუაციაში და ძალიან მარტივია, ხო, რომ როცა მის ტერიტორიაზე იბრძვი, უბრალოდ ადამიანურად სთხოვო, ხო? იცით რა, აი მე ჩემი აზრით ასე იქნებოდა უკეთესი, ან, ხო? და არგუმენტიც იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ პირველ ვარიანტს მეტ დროს ვუთმობ და დანარჩენებს არა, ჯერ ერთი რომ პირველ ვარიანტს ყოველთვის მიაქვს დრო პირველი ვარიანტის ნაწილში პრეტექსტსაც, ხო? მოსალმებას, ასე შემდეგ. მადლიერების გამოხატვას. მეორეც, ჩემო კარგო ადამიანებო, სულ ერთეულებს გიცნობთ, ვიც მე მიყურებთ, ხო? ერთეულ ადამიანებთან მქონდა პირადი შეხება. კონსულტაციების სახით. აქედან გამომდინარე, ვერც ტენდენციური ვიქნები, რომ პირველი ვარიანტი ჩემი იყოს. ნუ ახლა მე არც ერთ ვარიანტს საკუთარ თავზე არ ვიფიქრებ, რომ რაღაც იქ მეტად ჩავეძიო და როგორც მომყვება არკანები, გულწრფელად გეუბნებით, მე ისე მივყვები საუბარს და
არ ვიცი, ამის მერე ვეცდები რომ გავითვალისწინო ნამდვილად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვაფასებ თქვენს ნდობას, თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს მიერ დათმობილ დროს, ხო და მეც მინდა რომ ნამდვილად თქვენთვის ხარისხიანი და ამომწურავი და სრულყოფილი იყოს ინფორმაცია. ასე რომ ვფიქრობ, ვთიშკიხდით, ვფიქრობ ეს მომენტი რომ გაითვალისწინო სხვებთან, თორე ხა ჩემთან არ არის პრობლემა, ძალიან მშვიდად, მარტივად მოვგვარდებით მე და თქვენ, ხო? მაგრამ სხვებმაც რომ გაითვალისწინოთ, მადლიერება ეს არის პირველი ენერგია, რომელიც უკვე ადამიანს გარკვეულ განწყობებს უქმნის, ხო, როგორც ღიმილი. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისევ თქვენსავე სიტუაციისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი და საჭირო ჩემო კარგო ადამიანებო, თორემ პირადი ნამდვილად არაფერი. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ თქვენთვის საყვარელი გაშლა და მე ჩემს სუფისტაროს დავუბრუნდი ისევ. ჩვეულებრივი გაშლა, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს ხოლმე რატომღაც, რაც მე დავაკვირდი თქვენში. და ეს არის რა ხდება მის გულში, მის სახლში, მის ცნობიერში და ასე შემდეგ, ხო, რომ გავყვებით ხოლმე სიტუაციებს. არ ვიცი, რატომღაც არ მიწერთ ხოლმე კომენტარებში და ძალიან მადლიერი დაგრჩებით თუ დამიწერთ, როგორი ტიპის გაშლა გირჩევიათ, ანუ აი ნახეთ, დასტებით დავურთო აქსესუარებს, მხოლოდ დასტებით შემოგთავაზოთ ვარიანტები, ერთი დასტით ვიმუშაო თუ როგორ, ხო? მე დღეს ახლა აგერ სუფისტარო მიყავია ხელში და ამით ვაპირებ გაშლას, სამივე გაშლას. მაგრამ შემდგომში თუ დამიწერთ კომენტარებში, ძალიან მადლიერი დაგრჩებით, მეგობრებო. იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად მოვერგები ხო თქვენ სიტუაციას. ერთი წამით ეს უბრალოდ არ ჩაინავლოს და პირველი, მეორე, მესამე. ანუ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებას უყურებთ, ხო? და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვიცით ერთი წუთით ვეცდები რომ ეს ობიექტივი ცოტა ასე დავაშორო, ხო? მგონი რომ გამოჩნდება შემდეგ არკანები. ერთი წამით და ვნახოთ. ანუ პირველი არკანი ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? რა ხდება ამ ადამიანის გულში? რა ხდება ამ ადამიანის გონებაში? რა ხდება ამ ადამიანის სახლში? რა ხდება ამ ადამიანის ზოგადად გარემოში? რა ხდება მის ენერგიებში თქვენს მიმართ, კონკრეტულად თქვენს მიმართ და უახლოესი ენერგიები ამ ადამიანის ცხოვრების, ხო? და მივყვეთ ახლა. ვინ არის ეს ადამიანი? ვისაც უყურებთ, ხო? რა ვიცი, დიდი ენერგიებით ვერ დაიკვეხის, სავარაუდოდ. ადამიანი, რომელიც ისეთია, როგორ გითხრათ, დიდად ხელგაშლილი ვერ, გარკვეული სიძუნწეები ახასიათებს ცალსახად, ასევე ეს სიძუნწეები ახასიათებს არა მხოლოდ მატერიალური ნაწილით, არამედ ემოციურადაც ძუნწი შესაძლოა იყოს ადამიანი, ან ნაკლებად გამოხატავდეს, ხო? თავის გრძნობებს, განცდებს. ამავდროულად შესაძლოა რეალურად პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც თავის შექმნილ დოვლაც უფრთხილდებოდეს, ხო? რაღაცა თავის შექმნილ დაგროვილ დანაზოგს იყოს გადაფოფრილი, ასე ხო, რომ ჩემია და არავინ შეეხოს. აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს, რომ თითქოს რაღაცის დაკარგვის ეშინია. ენერგიებს მიყვება და ამავდროულად მისი დახასიათება ერთი მარტივი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ ხელმომჭირნეა ბევრი მიმართულებით. რა ხდება ახლა ამ ადამიანის გულში?
რა ხდება ამ ადამიანის გულში, ხო? აი ამ ადამიანის გულში არც მეტი არც ნაკლები ქანდაკება რომ არის, ხო? ადამიანის თავში პატარა ქალის სკულპტურა რომ არის გადავარდნილი და მოუწდა რომელი მოქანდაკის არის, რა მნიშვნელობა აქვს, დაახლოებით ეს მომენტია, ოღონდ აქ გულშია ეს კვერთხების დედოფალი. ერთი წამით ბოდიშს გიხდით, ფისო აფხაკუნებს ძალიან და კარს მოვხურავ და მოვა. ერთი წამით ბოდიშს გიხდით. ერთი წამით მოგდიეთ. დაგიბრუნდით საქმე სოფელში ესეთი სიტუაცია, ხან ფისო, ხან ძაღლი, ხან. ხო. ხო და რას ვამბობდი? მის გულში არც მეტი არც ნაკლები, ხო თუ მამაკაცები მიყვრებთ პირიქით გადააკატავეთ. ყოველ შემთხვევაში მის გულში ცეცხლი გიზგიზებს. მის გულში საშინელი მიზიდულობაა, საშინელი სურვილია. მის გულში სხვათა შორის რაღაცა გადალახული ბარიერებია, გამარჯვების სურნელია, თავდაჯერებულობის სურნელია, ხო თუ ენერგიებს ვიტყვით, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით აქ პირდაპირ მნიშვნელობით პიროვნებაა მის გულში. ვნახავთ ახლა ეს თქვენ ხართ თუ სხვა არის, იმიტომ რომ კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებითაც ხომ აქვს სიტყვად იქ გამოჩნდება კითხვა. ხო, მის გონებაში რა ხდება? მის გონებაში რა საინტერესოა, გულში ეს ხდება და გონებაში ეს ხდება. მის გონებაში კარგი არაფერი ხდება, მეგობრებო. ამ ადამიანს ან ძალიან ბევრი რაღაც აქვს დასამალი თქვენთან, ან რეალურად ძალიან დიდ შიშებსა და შფოთშია და აი ამ სიგნიფიკატორიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რაღაცის შიში აქვს. ან კიდევ საჯაროა გაშლა და ამიტომ ვამბობ, ხო, ან კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ მის ფსიქოლოგიური ფონი იყოს ძალიან ცუდ სიტუაციაში. ანუ არა ჯანსაღი აზროვნების მომენტები ქონდეს, ან პრაქტიკულად აზროვნების უნარი რომ აღარ აქვს ადამიანს, ხომ? გონება რომ აღარ ემორჩილება, ლოგიკა რომ აღარ ემორჩილება და თავიდან ბოლომდე ცნობიერის და ქვეცნობიერის შიში რომ არის გახვეული, ხო? დაახლოებით 1-30 ზომით დიდი შიში რომ აცვია ადამიანს. აი ეს მომენტი აქვს გონებაში. კარგით, რა ხდება მის სახლში? ნახოთ, მის სახლში ხმლების ტუზე, ხო? რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დგას ცალსახად ეს ადამიანი. ოღონდ იცის, რომ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა იყოს მართალი, ეს ცალსახად იცის. ბოლოს და ბოლოს ანისი ანასე უნდა დასვას წერტილი. რას უკავშირდება, აბა მოდით ერთი წამით ეს სახლში ხდება თან მასთან, ხო? რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? ქალს. ადამიანს, რომელიც მისგან ახლა მანძილზეა. ადამიანს, რომელიც ახლა მასთან შესაძლოა უბრალოდ პაუზაზეა, ან უბრალოდ სხვა ტერიტორიულ ერთეულში იმყოფება, ხომ? ადამიანი, რომელიც მისთვის პრაქტიკულად ყველაფერია, უმნიშვნელოვანესი ადამიანია. მოკლედ რომ ვთქვათ და ბევრი არ გავაგრძელოთ, მართლა ყველაფერია, ხო? სამყაროში. თუ კი რაიმე დადებითი შეიძლება იყოს, თუ კი რაიმე დასაყრდენი იყოს, ხო? ვარსკვლავის არკანით, მართლა სასწაული ენერგიების ადამიანი ყავს გულში, ეს შეიძლება მამაკაცი იყოს, შეიძლება ქალი, ხო, გააჩნია მაყურებელი, ვინ ხართ, ვინ მიყურებთ. ამ ადამიანთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა, აი გადაწყვეტილების ენერგიები ტრიალებს მის სახლში. რა ხდება მის გარემოში? ხო, მის გარემოში სუფისტაროში სულ ვამბობ ხოლმე, რომ მაგი არ არის აქ მანიპულატორი, მაგი აქ უფრო არის საკმაოდ ისეთი გაცნობიერებული ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ცდილობს
ცნობიერების ამაღლებას, განათლების მიღებას, ინტელექტის ამაღლებას, ცხოვრებისეული გამდა უამრავი მიმართულებით შესაძლოა ნიშნავდეს სწავლას, ხო? რაღაცა სხვა საფეხურზე გადასვლის სურვილს, ბევრი დაფარული სამოგებას, მოკლედ რაღაცა ისეთი ცოდნების დაუფლებას. ანუ რა მთლიან მის გარემოსთან დაკავშირებით თუ ვიკითხავთ ამას, ადამიანი ძალიან აქტიურია, ისეთი ძალიან მიზანსწრაფულია და გარკვეული გეგმები აქვს, რომლის მისაღწევათაც შეიძლება დღე-ღამეს ასწორებდეს. აი თქვენთან კონკრეტულად დაკავშირებით რა ხდება? რა ხდება მეგობრებო და თასების მეფე? ხო, პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ, რომ თავი აქვს დაკარგული ამ ადამიანს, ხო თქვენს გამო. სავსეა ემოციებით, ძალიან კეთილია სხვა, ძალიან დადებითი ენერგიებით არის თქვენს მიმართ განწყობილი. მე აქ აგრესიას ვერ ვხედავ, აქ წყენას ვერ ვხედავ, აქ ჯიბრს, რაღაც ისეთ მომენტს ვერ ვხედავ. აქ შესაძლოა საერთოდ არც იყოთ დაცილებული წყვილი. და ძალიან ისეთი ნორმალური ურთიერთობები გქონდეთ, ან ყოველ შემთხვევაში თად გაწყვეტილი არ იყოს ურთიერთობა, ხო? ისეთი არკანები ამოდის, რომ აქ ცალსახად რაღაც ესე დიდ დაპირისპირებებს და კონფლიქტებს მე ვერ ვხედავ. კიდევ აბა მითხარით, 1-2 არკანით დავამატოთ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე, ხო? თქვენთან დაკავშირებით რა ხდება და აგერ მიდასტურებს, რომ ეს კვერთხების დედოფალიც და ეს ვარსკვლავიც თქვენ ხართ. თქვენთან დაკავშირებით ხდება, რომ რას გვწევს? ანუ უწყნადობაში გადადის, იცის, რომ აბსოლუტურად სხვა განზომილებაა თქვენთან ურთიერთობა, მოწყვეტილია ყველას და ყველაფერს და აი თავის სტიქიაშია, ხო? სასწაული ენერგია, სასწაულ ცხოვრების სურვილს და ხალის აღუძრავთ ამ ადამიანს. მაგრამ იქ გადაწყვეტილება ვარსკვლავთან დაკავშირებით. ხმლების ტუზი იყო, აქ ხმლების პაჟი გვაქვს, ხო? თქვენს შესახებ ძალიან ბევრი რამ აინტერესებს. შესაძლოა დაუფარავადაც ძალიან ბევრ კითხვას გისვამდეთ და აგროვებდეს ინფორმაციას, შესაძლოა მალულად აგროვებდეს თქვენ შესახებ ინფორმაციას. თუმცა არის ერთი მომენტი. ხმლების პაჟი ზოგადად ძალიან კარგი ტიპია რა. რაღაც აი ნებისმიერი დასაწყისისთვის რომ მზად არის, რომ სწორად მიიყვანოს და სწორად დაასრულოს, ხო? როცა წინსვლისთვის არის მზად, როცა გამარჯვებისთვის არის მზად, მაგრამ სუფის ტაროში დააკვირდით აქ როგორი ილუსტრაცია ფარდებია. ჩვეულებრივი ფარდებია და ეს ამ ფარდებს უღერებს ხმალს, ხო? თან ხმლების ქალიშვილია. ხმლების პაჟი ესე არ წერია, ხო? პანოს დასტებს ხო წერიები და პაჟი ხო არ აქ ესე ასეა. ანუ რაღაცა ცოტა ილუზორული მომენტებიც არის. აი, როგორ გითხრათ, ფანტაზიის დონეზე რომ ცდილობს რაღაცის ან ვთქვათ ნებისმიერ სიტუაციას 10 მაქვს და 20 მაქვს სამხდის, აი დაახლოებით ეს ენერგიებია. და მომავლის უახლოესი ენერგიები, ხო. ნუ ახლა უახლოესი ენერგიები პირდაპირ ამოგვივიდა გართობა და მოლხენა, კი გვაქვს აგერ წინას დღეები, და მიდასტურეთ აბა რას უკავშირდება. თორემ ახლა ეს ისე გამოვა, ხო? ვიღაცას გაიფიქრებთ ომის პერიოდში ერთ-ერთ სოფელში, რომ მკითხავი ვარო, მოკლედ ვიღაცამ რა ჩავიდა და ერთ-ერთმა ქალმა კითხა, რომ აბა მითხარიო რაღაცა. მეც მითხარი 1-2 სიტყვა და შეხედა ამ ქალს და იცი რა შენი ქმარი ომშია და ან მოვა და ან არაო და ასე რომ არ გამომივიდეს, რომ ახლა ეს გოგრეებს ლაპარაკობსო, ხო? ეს ქალი რას ამბობს, ვაკე, წინ არის ამდენი დღესასწაულები და თავისთავად მოლხენა და გართობა იქნება, დავადასტუროთ, ხო? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ხო, სამიანი პენტაკლები, ნუ ხარჯი რომ იქნება, ესეც გასაგებია. ხარჯი რომ იქნება, ესეც გასაგებია, მეგობრებო, უახლოესი ენერგიები, მაგრამ უახლოესი ენერგიები გვაქვს კოშკის არკანით ტრანსფორმაცია და ამას სერიოზული ფინანსური პრობლემები. აი, აქედან გამომდინარე შეიძლება უკვე აქვს და რაღაც ძალიან
ან მეორე მომენტია, რამეზე იქ თვარის არკანი ამომივიდა, რამეზე დამოკიდებული ხომ არ არის და თანხების გადინება მიზეზის გამო ხდება, რაღაც არასწორი გზების და მიზეზების გამო და უახლოეს ენერგიებში ადამიანი საკმაოდ ფინანსურად რთულ სიტუაციებში აღმოჩნდება, მაგრამ არა, სამყარო მისცემს შანსის. სამყარო რაღაცა შესაძლებლობებს მაინც გამოუჩენს ამ ადამიანს. და კარგით, მოდით, მაშინ ახლა ასე ვიკითხოთ კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით, ვინც მე მიყურებთ, აი უახლოესი ენერგიები თქვენთან დაკავშირებით როგორი ექნება ამ ადამიანს დამითხარი. როგორი ექნება და რაც არ უნდა აკეთებდეს, მაინც მის ტვინში 24/7-ზე თქვენზე ფიქრი იქნება, რაღაც მაინსპირირებელი ძალა, მაინც თქვენ იქნებით და თასების ტუზი, ხო, უახლოესი აქ მე ცუდ ენერგიებს ვერ ვხედავ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამომეორდები, აქ სავარაუდოდ დაშორებულ წყვილებზე და რაღაც კონფლიქტურ სიტუაციებზე არ არის პირველი ვარიანტი. მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და მივყვეთ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, ვნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული? ადამიანი, რომელსაც ცვლილებების არეშინია, რომელსაც უფრო მეტიც ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია აქვს გამოვლილი, საკმაოდ ბევრი რამ აქვს ნანახი ცხოვრებაში, ადამიანს, რომელსაც პრაქტიკულად ვერაფრით ვერ გააკვირვებთ, ადამიანი, რომელმაც ბევრი მიჯნა, ბევრი ზღვარი, ბევრი არჩევანი გაიარა და ადამიანი, რომელიც არის ძალიან აქტიური, ძალიან ანუ ენერგიული, ხო, ის სულ მოძრაობაშია, სულ რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში, ხო, სულ რაღაც აი გავიქეცი, გამოვიქეცი, სხვა შორის ფინანსურად ცუდ სიტუაციაში არ უნდა იყოს, სტაბილური მომენტები უნდა ქონდეს, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს რაღაცა მისი აზრები, მისი ფიქრები მაინც სხვა მხარეს არის და ეს სხვა მხარე რა არის, აგერ ახლა ნელ-ნელა ნახოთ და გამოჩნდება, ხო? რატომ მინდა მეორე ვარიანტის ასე სიგნიფიკაციის გაკეთება ვერ ხვდები. რაღაცა ეთყობა ასე ერთი წამით მეგობრებო, არკანები გადამიფრინდა. ალბათ ასე იყო საჭირო და ის უნდა გამეჟღერებინა, არ ვიცი, ვიღაცისთვის და ამიტომ მოდი მივყვეთ ახლა, ხო, რა ხდება ამ ადამიანის გულში, რა ხდება ამ ადამიანის ქონებაში, რა ხდება ამ ადამიანის სახლში, რა ხდება ამ ადამიანის გარემოში, რა ხდება თქვენთან კონკრეტულად, ვინც ახლა მიყურებთ დამოკიდებულებაში და ზოგადი მომავლის ენერგიები, უახლოესი მომავლის და ნახოთ, რა ხდება მის გულში. მის გულში ძალიან ცუდი ამბები ხდება, მეგობრებო. ძალიან ბევრი დარდი აქვს, არ ვიცი, ძალიან დეპრესიული ფონი აქვს, ძალიან გულჩათხრობილი, აკვიატებებში რაღაცა შეიძლება შიშებიც ქონდეს, შეიძლება მიჯაჭვულობები ქონდეს. ხო, პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება იყოს ეს რაღაც გარკვეულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თამაში, მაგრამ როცა კითხვას ვსვამთ გულში რა ხდება, აქ უფრო მგონია, რომ რაღაც გამოუვალი პრობლემებია, რაღაც ჩიხებია, რაღაც უფრო ადამიანთან დაკავშირებული რაღაც მენტალური პრობლემები, მოდი ასე ვიტყვით. ამ ადამიანის გულში რაღაც არასწორი მიმდინარეობებია, ასე ვთქვათ. და დავაზუსტო ერთი წამით, რას უკავშირდება, გრძნობებს უკავშირდება, ეს გულგატეხილია. რაღაცა მოტყუებულად გრძნობს თავს, ნაღალატებად გრძნობს თავს, დაკარგული, საშნელი ენერგიებია, ხო? ღამეები არ წინავს ამ ადამიანს, არ გამოგიცხავ მეგობრებო, რომ ეს მედიკამენტებზეც იმყოფებოდეს, რაღაც ანტიდეპრესანტებზე, არ ვიცი და მის გულში სიყვარული. ადამიანი, ანუ რაღაცა ეს
რა ვიღაცა ადამიანი ტრიალებს მის გულში ხო ვისთანაც ეს ძალიან დიდ ბმას ხედავს ემოციურ ბმას. კარგით. მის გონებაში რა ხდება? მის გონებაშიც ისევ კვერთხების პაჟია, რაღაც აღმაფრენა, შეიძლება ახალი დაწყებული ურთიერთობა და ამაზე ფიქრობს ეს ადამიანი. გონება უკეთეს ენერგიებში აქვს, გონება უფრო ოპტიმისტური და უფრო იმედიანი აქვს. თითქოს აი გონებით რაღაცა უფრო ისეთ შეიძლება ცოტა ფანტაზია ერთი წამით უნდა ვიკითხო. ხო, აი ცოტა ის ბავშვური გულუბრყვილო დამოკიდებულებები აქვს უფრო გონებით, იმპულსურია და რაღაცას ეს ჩქარობს რაღაცას. მის სახლში რა ხდება? ხო, მის სახლში რა საინტერესოა? ოჯახური გარემო, რაღაცათიანი თასები, ურთიერთკავშირობა, მზრუნველობა, სიყვარული და არჩევანი. სამკუთხედია. სიგნიფიკაციაში სამიანი ხმები რომ ამოვიდა იქ გავჩუმდი და არაფერი ვთქვი, მაგრამ რასკაც ვერ გაიქცევი. არჩევანია. ეს ტიპი კარგად თამაშობს ოჯახში. ძალიან მაგარი მსახიობია და ზუსტად იმიტომ არის რომ ის უბედურებები ხდება მის გულში რა უბედურებებიც ხდება. ახლა გასაგებია. კარგით, მის გარემოში რა ხდება იქ ვნახოთ, ხო, მის გარემოში რა ვიცი, რაღაც შეიძლება საკუთარი ბიზნესი ქონდეს, რის გამოც უწევდეს ტერიტორიის ცვლილება, გადასვლა ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში. შესაძლოა სამსახური ქონდეს ისეთი, რომ მივლინებებში დადიოდეს ხშირად. რაღაცა უფრო ისეთი რა, საყოფა ცხოვრება, რაღაც კარიერული, რაღაც ყოველდღიური საქმიანობები მის გარშემო. თქვენთან კონკრეტულად დაკავშირებით რა არის და ფარგლი ურთიერთობა, ქურუმი ქალი. აქ სასახად სამკუთხედს უყურებთ მეორე ვარიანტი. მეგობრებო და კიდევ უნდა ვიკითხო რა ხდება თქვენთან დაკავშირებით მის გულში. ვარსკვლავი ხართ თქვენ მისთვის, პირდაპირ მნიშვნელობით, აი ცაზე რომ ვარსკვლავს სურვილს ჩავუთქვამთ ხოლმე, ასე ოცნებობს თქვენს, ხო? ცეცხლიც ხართ, ანუ ადამიანი რომელმაც ერთ წუთში შეიძლება ანთოთ, მეორე წუთში ცივი წყალი გადაასხათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში სიცოცხლის სურვილის აღმწველი ხართ და ცხოვრების ენერგიის მიმცემი. რა ხდება კიდევ და თქვენს გამო რატომღაც აი ამ მდგომარეობაშია. ახლა სავარაუდოდ თქვენ ამ ეტაპისთვის დისტანციაზე ხართ მეგობრებო და ძალიან უნდა თქვენზე ინფორმაციის გაგება, შეიძლება თქვენ შესახება ვერაფერს იგებს, ან იგებს ოღონდ ჩუმჩუმად და რაღაც თავის ფანტაზიებში რაღაც გარკვეულ სცენარებს ქმნის. და უახლოესი ენერგიები რა გითხრათ, ეს ძალიან ბრძოლებშია, დაღლილია და განცულია, სულ რაღაც საშიშის მომენტი აქვს, სულ რაღაცა ცუდის მომენტი აქვს, ანუ მისი ემოციები მომართულია ნეგატივზე, კიდევ აბა მითხარი დამატებით რა ხდება მის უახლოეს მომავალში, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა მიიღოს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება და ის თასების მეფედ რჩება. ემოციები, მზრუნველობა, ხო, რაღაცა სისავსე, სიკეთე, ერთი წამით ეს თასების მეფე იძულებითია თუ აი როგორი მომენტი აქვს იცით ეს ოჯახში, კი. იმპერატრიცასთან არის და რაღაც სავარაუდოდ იცით როგორი მომენტი აქვს. ეს გადაწყვეტილება არ ვიცი, წასვლას უკავშირდება ან თქვენგან, ან მისგან, მოდი ვიკითხოთ. იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან დაიქანცა ორსკამიანობით და ცოტა სასახად მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს.
კარგით, ეს წასვლა და არჩევანი, რომ უკეთესი სიტუაციისკენ გავიხედოთ, უკეთესი ავირჩიოთ, ხო, ბოლოს და ბოლოს სინათლისკენ წავიდეთ, ოჯახს უკავშირდება და ორიანი კვერთხებია ისევ არჩევანის ენერგიები არა და შესაძლებლობა ბევრი გვაქვს, ხო, თუ თქვენ გიკავშირდებათ, ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო. ოჯახი, ბავშვები, მზე, მზის არკანით შეიძლება მეუღლე ორსულადაც ყავდეს, თუ თქვათ ეს მომენტი არ არის, შვილიშვილები ყავდეს, შეიძლება ასაკს გააჩნია, ხო, შეიძლება შვილები ყავდეს. აქ სავალდებულო დარჩენას მეუბნება. თქვენთან დაკავშირებით გაცნობიერებული აქვს, ნახეთ, თქვენთან რაღაცა მაინც მერყეობის მომენტები აქაც რჩება კიდევ თქვენთან რაღაცა აქ ფინანსებს მეუბნება. თითქოს იქიდან რომ წამოვიდეს რაღაც ფინანსური პრობლემებიც ექნება და იძულებულია რომ იმ ოჯახში დარჩეს. თქვენთან რაღაც უფრო ისეთი სულიერი სხვა გააზრებული, ხო, სხვა საფეხურის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანუ იცის რომ რაღაცა მორალურ ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს, რომ ანუ სწორი უნდა იყოს გამჩენთანაც, ადამიანებთანაც, ეს რაღაც ისეთი ტრადიციული ოჯახის ადამიანი ჩანს, არ შეიძლება რაღაცა განსხვავებაც გქონდეს თქვენთან დაკავშირებით. კი, შეიძლება რაღაცა განსხვავებებიც სხვაობაც იყოს თქვენს შორის, მაგრამ აქ რაღაცა ესეთი მომენტები მიჩანს მეგობრებო, რომ არჩევანს ოჯახზე აკეთებს უახლოესი ენერგიების, გეუბნებით, ხომ ხო სამუდამოს არ ვამბობ, მაგრამ რასაც არკანები მაჩვენებს, ის უნდა გადმოგცეთ. მადლობა მეორე ვარიანტს და ვნახოთ მესამე ვარიანტი. ვინ არის, ხო? არ მომწონს ამ ადამიანის ენერგიები, ვინ არის და რაღაც ხმლები, ისევ ხმლები. აი, გეუბნებით, რაღაცა თავიდანვე ვიგრძნობ ხოლმე და თავიდანვე მოდის ხოლმე ინფორმაცია. რა გითხრათ? არ არის სწორი ადამიანი ეს ადამიანი, აი ახასიათებს ტყუილიც, ახასიათებს თუ დასჭირდა სხვადასხვა როლის მორგებაც. ზოგჯერ კი აქვს ისეთი გამონათებები, რომ აი მორალურ ხიდზე გავდივარ და ნეტყა ასე თუ ისე, მაგრამ არა, მაინც ეგოისტია, მაინც თავის ადამიანია. თუმცა ხმლების ტუზით გამარჯვების მოყვარულია, შესაძლოა არ ვიცი რაიმეს მომართველიც იყოს და აი აქაც იგივე ხაზით წავედი, რატომღაც ითხოვს როგორც ჩანს ეს ინფორმაცია ვიღაცებისთვის აუცილებლად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, ხო? ადამიანი, რომელიც ხშირად ხისტ გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ტვირთი აქვს და იმდენად გადაღლილია, იმდენად გადაკანცულია, რომ შეიძლება ამ დაღლილობისგან და ამ თავისი ცხოვრებისეული ტვირთებისგან ცოტა აგრესიული მომენტებიც გქონდეს. აგრესიული მომენტებიც ახასიათებდეს. კარგით, რა ხდება მის გულში, ამ ადამიანის გულში, გონებაში, სახლში, გარემოში, თქვენთან დაკავშირებით და ზოგადი მომავლის ენერგიები. რა ხდება მის გულში, ხო? მის გულში რაღაცა სტაბილურობა, ოჯახი, ერთმანეთზე მსურველობა, რაღაც ოჯახური სიტუაციები, ფინანსები, ჩვეულებრივი ყოფიერი ყოველდღიურობა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელოვანი არაფერი. მის გონებაში რა ხდება? მის გონებაში დანაკარგები გვაქვს, მის გონებაში სინანულია გააზრებული სიტუაცია, რომ რაღაცა გააფუჭა, რაღაცა დააზიანა.
რაღაც სამუდამო დანაკარგის მომენტი აქვს. ხვდება რომ საკმაოდ ცუდ სიტუაციასა და ჩიხებში აღმოჩნდა და იმდენად ანუ მთლიანად ხელში ყავს აყვანილი ნეგატივს და დეპრესიას, სტრესს, რომ აი მაგიდაზე კიდევ რომ არის გადარჩენილი 2 სავსე ფინჯანი, იმას ვერ ხედავს. მისთვის მხოლოდ დამსხვრეული ფინჯნები ამ ეტაპზე საფიქრალი და სადარდებელი. კარგით. მის სახლში რა ხდება? განდეგილი. სახლში კი არა, სადაც არ უნდა იყოს ცალკეა, მარტოა. 200 კაცშიც მარტოა. რაღაც თვითგამორკვევის მომენტში ახმერც რაღაცას ეხვეწება და გამოსავლის იმედი აქვს, ხო? როგორღაც რაღაცნაირად აი ამ გამოქვაბულიდან მის შუქი რომ ანათებს გასასვლელი გზაც იპოვოს. მის გარშემო რა ხდება? ნუ მის გარშემო რა ვიცი, ახლა არ გამოვრიცხავ რაღაც სამეგობრო იყოს ხო, რაღაცა ურთიერთობები, ნუ მაინც პაჟია, თასების პაჟია ხო, ძალიან ბევრი ემოცია, რაღაც ემოციური ფონი ცალსახად არის, შეიძლება შესაძლოა, არ ვიცი. მე მაინც რაღაცა მეგობრების მომენტი მომდის, აბა ერთი წუთით. ერთი წამით შემოკარგება. მის გარემოში ეს ემოციები, ეს ყმაწვილური ენერგიები, ეს გულუბრყვილობა და ეს რას უკავშირდება და თასების რაინდი. მის გარემოში და თასების ტუსი. ეს საინტერესოა. რა საინტერესოა, სახლში განდეგილია, გარემოში, სადაც ტრიალებს, სულ ემოციებშია. აქ სტაბილური უთეთრობა მიჩანს არა და გულში. აქაც სამკუთხედი აქვს კაცო, რა. აბა ეს ურთიერთგაგება სახლს გარეთ, კვერთხების დედოფალი. დაიწონა. გაყოფილი ენერგიები მოიცდება. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? თქვენთან დაკავშირებით ზომიერება. ერთი წამით მეგობრებო. აქ სავარაუდოდ დაშორებულ წყვილებზეა და აქ მესამე ფაქტორებია გარეთ. სახლში პრაქტიკულად არაფერი ხდება. ზომიერებაშია თქვენთან რაღაცა ოქროს შუალედი აქვს ნაპოვნი, არც მწვადი რომ უნდა დაწვას და არც შამფური. კი ბატონო, თქვენთან დაკავშირებით გრევა, ტრანსფორმაცია, გაფუჭებულია, უკვე მოტოვებულია უკან ემოციებით, ცოტა უმადურობის განცდაც არის და რაც სიგნიფიკაცია შემომივიდა ისეც ემო თქვენთან დაკავშირებით. რაღაც მოგატყუათ, რაღაც ან თქვენ რაღაც ღალატი, საჯაროა გაშლა, ხო, სიკვდილი, აქ ცალსახად მეგობრებო, ოჯახში რაღაც გარღვევა გვაქვს და ეს მომენტები გარემო რომ ვიკითხე და მთელი ეს კვერთხების დედოფალი და ამბავი მოყვა, კი, აი, არ დააყვანა. თქვენთან დაკავშირებით პენტაკლების დედოფალი, ნუ მამაკაცები თუ მოყურებით გადააკატავეთ, ხო? არა, არ ვცდები ხოლმე რა, რომ მოვა ინფორმაცია ის ესეა. კარგით, უახლოესი ენერგიები ვნახოთ, არჩევანი. აქ ან გაყრის ზღვარზე ხართ მეგობრებო და ის გადაწყვეტილებაც, ის მიღებაც ზუსტად თქვენ გიკავშირდებოდათ, ან უკვე დაცილებული წყვილი ხართ, ხო, აი სახლში უახლოესი ენერგიები თავდაცვით მომენტშია რა, დამეშვით გამანებეთ, დაღლილი ვარ, დავიღალე, მომბეზრდა და აი ნაბიჯი რომ აქვს გადადგმული უკვე წასვლისკენ, მაგრამ ოჯახი, ბავშვები, რაღაც ოჯახური როგორ გავს მეორე ვარიანტს, ძალიან გავს მეორე ვარიანტს. არა,
უახლოესი ენერგიებიც ისევე დაიწონა ეს გატეხილი ფსიქიკა და არჩევანი იქნება. რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ხო, რიტორიკული კითხვის არ იყოს. მადლობა მეგობრებო, მადლობა ნდობისთვის, მე წარმატებებს გისურვებთ. დროებით.